ყველა ავად გავხდით აქ და ყველას ფილტრებში წყალი ჩაგვიდგა. დიალეზე დავჯექი და თითქმის მწვავე უკმარისობა მაქვს. თავი დავიავადმყოფეთ გესმით. დასივებული მაქვს ფეხები ფილტრებში წყალი მაქვს, თირკმელში წყალი მაქვს, გულში წყალი მაქვს. აი ეს ამან გააკეთა ყველაფერი. ნახეთ რა მდგომარეობაა შეხება. ვითარება არის კატასტროფული. 6 წელი აქ ცხოვრობდა, რაც მოვედი იმის მერე ეს სარდაფი არის სულ წყლით ავზე. ვინ არ შევაწუხეთ, რა არ გავაკეთეთ, მაგრამ მაინც ასეთი ბავშვი ყავს პრობლემური, აქაც პრობლემური ბავშვები ცხოვრობენ. სულ გროვდება წყალი. ალბათ 1-50 ჯერ, არ ვიცი, ბევრჯერ ამოატრუმბეს, მაგრამ გროვდება. წვიმის დროს ჭიები ამოდის აბანოში, ძირკა არის, იქ ამოდის წვიმის ჭიები. სკარპიონებიც ორჯერ ვნახე, კარიდორშიც იყო მეზობლებმაც ნახეს. ლოკოკინები ჩემი თვალით მინახია. და ისე სუნია ბავშვები ვისაც აქვს სულ კარაულობენ ეშინიათ რომ პადვალში არ ჩავედნენ შუქი რომ წერს ელექტრიკი რომ მოდის იმასაც ეშინია 5 საფეხური ამოდის წყალი ელექტროენერგიის სადენები არის წყალში ხომ დგას მერიამ დიახშოკის მრიცხველი იქ არის და ელექტრიკი რომ მოდიოდა ჩვენ ვიცოდით სულ ამბობდა მეშინე ერთი ჯოხი მომეცეთ ჯოხი რომ რამენაირად ხელში მქონდეს საფალგები რეზინის რომ დენი არ დამარცხოს და მრიცხველები წერდა ძალიან ძიმე სუნი მოდის ძალიან ოთახებში წამოდეს მაგალითად ჩემთან ქვემოდან რემონტი რომ გავაკეთო იმის საშუალება არ მაქვს მე ავად ვარ ხრონიკულად ხშირად სამანტყოფოში წევარ ისეთი ცუდად ვიყავი რომ სანატორიუმში მომცეს მეკუთვნოდა მომცეს პუჩოვკასთან აბასთუმანშიც ვიყავი ბრონხიალნი ასმა მაქვს ორჯერ წყალი შეგროვდა ფილტრებში იმის მერე კორონა ასე დაძაბული მდგომარე ასე ვარ აქ 3 დევნილი ოჯახი პირველ სართულზე რიგრიგობით ავად ვართ სუნი ძალიან გვაწუხებს